თხის რქაო როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე თხის რქაო. ჩვენ ვაპირებთ დაუკავშირდეთ ჩვენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ამიტომ გთხოვ აიღო ის, რაც შენთან რეზონირებს და ასევე გაითვალისწინო შენი მთვარის და ასცენდენტის ნიშანი. მოგცენ საშუალება დავინახოთ რაღაც მეტი, რაც შეიძლება მოვიდეს. მე დავიწყებ შენს კითხვას ანგელოზებით. ნახოთ, რა სინათლისა და სიცხადის გზავნილი შეესაბამება თხის რქას. ამ მომდევნო საათებში რა უნდა მოვიდეს თქვენთან, რა უნდა იცოდეთ. Sige mabuti ito na ang mga sitwasyong magpapalawak ng iyong kasaganaan, mga pagkakataong magtutulak sa iyo, pasulong at magpapakilig din sa iyo dahil may dumarating na mga mensahe, balita, komunikasyon at mga tawag na talagang ikatutuwa mo sa mga araw na ito. Sinamduleshimats ni Aristam Tsweli. არსებობს ანგელოზი, რომელიც იცავს შენს კეთილდღეობას და მეუბნება, რომ წარმატება არის ნიშანი, ანუ წარმატება უკვე არსებობს, წარმატება იგრძნობა, ის ცოცხალია. და ის მოაქვს უამრავი სიახლე, რაც შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ევოლუციის მომენტად იქცეს. ამასთან ერთად, ყველა ის წამოწყება და პროექტი, რომელზეც აქამდე დაუღალავად მუშაობდით და რომელსაც თანმიმდევრულად ავითარებდით, საბოლოოდ აუცილებლად დაგვირგვინდება ნამდვილი დიდი და შთამბეჭდავი წარმატებით თქვენს ცხოვრებაში. ამიერიდან გამოცდება შესაძლებლობები, რომლებზეც უარს ვერ იტყვი. ეს არის შესაძლებლობები, რომლებიც პირდაპირ მოქმედებაზე გადაგიყო. ეს მეუბნება, რომ შენ ძალიან პასუხისმგებლიანი ჩანხარ, ან ძალიან კვალიფიციური ამ საკითხის მოსაგვარებლად, ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ამ საქმის ასაღებად. მეუბნება, რომ მაშინაც კი თუ ეს იქნება მეტი მუშაობის მოწოდება, მეტი მონდომების, მეტი მოთხოვნის მოწოდება, შენ მოგეწონება ამ დავალებაში აქტიური მონაწილეობა და უპირველეს ყოვლისა ეს შენთვის ძალიან სასიამოვნოც იქნება. შენ რაღაცას გაერთიანებ, რაღაცაში მიიღებ მონაწილეობას, რაც ნამდვილად მოგეწონება. მონაწილეობა, განვითარება, მუშაობა, ისეთი შექმნა, რაც შენ ძალიან კარგ მოგებას მოგიტანს. ასე რომ მოემზადე ამ ტიპის სიტუაციებისთვის. შესაძლოა იყოს სამუშაო შეხვედრა, საუბარი, წინადება, რომელიც მოდის იმ ადამიანების მხრიდან, ვინც შენთან ერთად მუშაობს. ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად შენზე ზრუნავენ, იმ გაგებით, რომ ხედავენ, რომ შეიძლება დაგჭირდეს რაიმე სახის დახმარება, ხომ ასეა? ბიძგი შენს პროექტებთან დაკავშირებით. მალე გექნებათ საუბარი, შეთანხმება პაემანი ან თათბირი, სადაც დეტალურად განიხილება ის სიტუაცია, რომელიც თქვენთვის ახალი პერსპექტივებისა და თქვენი პიროვნული თუ საქმეების მნიშვნელოვანი გაფართოების კარგი წინაპირობა გახდება. რა თქმა უნდა, ფინანსურს, კარგი, აქ რაღაც უნდა დაიცვა, პირველ რიგში დაიცვა გარკვეული უფლებები, რომლებიც შენ მოიპოვე. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სიტუაციისთვის, ხომ ასეა? კარგი, უნდა გქონდეს ნდობა, ამბობს ეს ანგელოზი საკუთარი თავის მიმართ და შეინარჩუნო პოზიცია, რადგან შეიძლება ყველაფერი ძალიან კარგად იყოს, ყველაფერი შესანიშნავია, ყველაფერი გენიალურია, მეძახიან, შესაძლებლობა მშვენიერია, ღვთაებრივია. მომეწონება იმის კეთება, რასაც მოვარებენ უფრო მეტიც. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს გაზრდის ჩემს ჯიბეს. მაგრამ ეს შეესაბამება იმას, რაც ვიცი, შეესაბამება იმას, რაშიც სპეციალიზებული ვარ, შეესაბამება ჩემს ცოდნას. იქაც შეხედე, შემოდის იმის შესაძლებლობა, რომ შენ მოგიწიოს შენი უფლებები, შენი ცოდნის, შენი პოზიციის დაცვა. და შენი მფარველი ანგელოზები გეუნებიან. შენ გაქვს სრული უფლება დაიცვა ისინი, გაქვს სრული უფლება ითხოვო, მოითხოვო, ან უპირველეს ყოვლისა. თქვა უარი, თუ ეს შემთხვევა. იმიტომ რომ ნახოთ, შეიძლება ეს შესაძლებლობა დიდხანს გელოდებოდა, დიახ, მაგრამ იქნება ერთი შეხედვით საინტერესო ჩანს, მაგრამ არის რაღაც რაც ბოლომდე არ დაგარწმუნებს იქ მიზეზების გამო, იმიტომ რომ არ გიხდიან ისე, როგორც უნდა გადაეხადათ, ან რაც არ უნდა იყოს. შენი მზადყოფნა ამისთვის ღია, მაგრამ ავტომატურად ჩნდება სხვა წინადადება, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ხელსაყრელია შენთვის. ამიტომ პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სინამდვილეში, შესაძლოა არ მოდიოდეს სხვა ადამიანისგან, არამედ იმისგან, რომ შენ შეგიძლია გარკვეულწილად უკან დაიხიო, რადგან ფიქრობ, რომ არა. საქმე ის კი არ არის, რომ არ გაწყობს ის, რასაც გადაგიხდიან ან შემოგთავაზებენ, არამედ ის, რომ შენ ფიქრობ, რომ შესაძლოა ისეთი მომზადებული არ ხარ, როგორც ადამიანებს გქონიათ. და შენზე იქნება დამოკიდებული კარგი, გარკვეულწილად დაიცვა ის, რაც
შენს თავთან დაკავშირებით უნდა დაიცვა, ხომ ასეა, რომ ეს გაიძულებს გარკვეულწილად რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიო. მაგრამ რადგან კეთილდღეობის ანგელოზი აქ გეუბნება, წარმატება გარდაუვალია, დიახ, არის რაღაცები, რაც შეიცვლება, არის სიტუაციები სამუშაოს დონეზე, რაც ბევრ სიურპრიზს მოიტანს. მოემზადე ამისთვის, რადგან არსებობს ერთზე მეტი შესაძლებლობა, რომელშიც კარგი გარკვეულწილად მოგიწევს არჩევანის გაკეთება, ხო ასეა? იმის მიხედვით, რაც შენ გჭირდება, ან რასაც თვლი, რომ ყველაზე ხელსაყრელია. სინამდვილეში ეს არის პოზიცია, რომელსაც დაიცავ, რომელიც შენ გამოგადგება. აქ არის გზავნილი ახალი ამბავი კომუნიკაცია. არის სიტუაცია, რომელიც შენს ცხოვრებაში გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან ემოციებს, ახალ ემოციებს. შეიძლება დროთა განმავლობაში ეს ემოციები შეიცვალოს, რა თქმა უნდა, გაძლიერდეს, გამძაფრდეს. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია ადამიანთან, ხომ ასეა? მიიღებ შეტყობინებას, მიიღებ კომუნიკაციას, ზარს, რომელიც გაამჟღავნებს იმ გრძნობას, რაზეც გესაუბრები. ის ადამიანი, რომელიც შენში ინტერესს იწვევს, გარკვეულ სიმპათიასა და ემპათიას ბადებს, ხიბლავს, გაღელვებს, გულსაც გიჩქარებს და ენერგიას გიძრავს შენს ცხოვრებაში სულ სხვა, სრულიად განსხვავებული სახით გამოჩნდება იმაზე სხვაგვარად, ვიდრე აქამდე ელოდი. და შენში გარკვეულწილად ასევე გაამჟღავნებს გრძნობას, რომელზეც არც კი ეჭობდი, მით უმეტეს იმ ადამიანისგან, ვინც გზავნილს გიგზავნის, ვისაც სურს შენი ნახვა, ვინც რაღაცას გთავაზობს. კარგი ასევე შეიძლება იყოს მოწვევა, რადგან ემოციების მაცნეს მოაქვს მოწვევები ან წინადადებები, რომლებიც ყოველთვის გვანუგეშებს. ასევე შეიძლება მოვიდეს მოწვევა, რაიმე სახის ღონისძიებაზე, სოციალურ ღონისძიებაზე, შეხვედრაზე. ის შეხვედრა, რომელსაც მე ვხედავ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ის შეიძლება ამ ადგილიდან მოვიდეს. ეს გაუწყებთ, რომ ვიღაც ძალიან კეთილი და გულწრფელი ზრახვებით მოგიახლოვდებათ და ამას აუცილებლად გაგრძნობინებთ. ამიტომ მზად იყავით და მოემზადეთ ძალიან ხელსაყრელი და პერსპექტიული წინადადების მისაღებად, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, როგორც თქვენ სამსახურების საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას, რადგან ის ნამდვილად თქვენ სასიკეთოდ არის გამიზნული. ნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა კარტები. ეს ყოველთვის არის კითხვები კოლექტივისთვის, თხის რქავ. თუ გინდა შენი კონკრეტული შემთხვევა განიხილო, შეგიძლია ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარო. წერვებ გვერდზე ყოველთვის ხედავ მის ამარს აქ ვიდეოში და ასევე გაქვს დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან. კარგი, აქ გაქვს კვერთხების რაინდი. ვიღაც მოდის ახალი ამბებით. მოემზადე, რადგან არის ახალი ამბები. კარგი, ვნახოთ, გარდა იმისა, რომ ვიღაც მოძრაობს, რომ მოქმედებაზე გადადის, რომ მოაქვს ახალი ამბები, რომ გეპატიჟება რაღაცაზე, რომ გეპატიჟება რაიმე სახის სამუშაოს კეთებაზე, რადგან ის არის კვერთხების რაინდი, რომელიც გამოგიყვანს რუტინიდან, რადგან ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე სახის, რა თქმა უნდა, მეგობრული ურთიერთობა შენთან. ან აქვს უფრო მეტი სურვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც დადის და მოდის, ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად უკვე გარკვეული ხანია იქ ტრიალებს. მეუბნება, რომ ეს ადამიანი ახლა ჩქარობს და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს. ადამიანი, რომელსაც რაღაცის ამბიცია აქვს, შეიძლება მოვიდეს ამ მოწვევის ან ამ შეტყობინების ხელით. ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიცია, რა თქმა უნდა, გქონდეს შენთან ინტიმური კონტაქტი. აქტიური, ენერგიული ადამიანი, ვიღაც, ვისაც შეუძლია კარგი გესაუბროს და უკვე ეს მოლაპარაკება დაღიქვას, რადგან ის არის კვერთხების რაინდი. მაგრამ ის ასევე არის ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად შენთან ყოფნა, ან შენამდე მოსვლა, ან შენთან დარჩენა ამ ადამიანისთვის გარკვეულ გამოწვევას გულისხმობს. ეს არის ჩემთვის თხის რქის დაპყრობა, თხის რქასთან ყოფნა, თხის რქასთან მისვლა, ან იმის გამო, რასაც ჩემს ცხოვრებაში ვაკეთებ, ეს გულისხმობს თხის რქავ დიდ გამოწვევას. დიახ, ახლა ეს არის გამოწვევა, რომელიც ღირს გადაიტანო, ეს არის გამოწვევა, რომელიც ღირს მიიღო. მაგრამ მე არ ვიცი, ნამდვილად გინდა თუ არა ამ ადამიანთან ყოფნა. ეს ადამიანი იქ ტრიალებს, მიდის და მოდის, რჩება, მიდის, ჩდება, რა ვიცი. აქ არის განსხვავებული მოწვევა. Sapag daan ng panahon, makikita mo rin kung ano talaga ang sinasabi ko tungkol sa paanyayang ito. Dahil ang taong ito ay gumigising sa mga damdaming hindi mo man lang pinaghinalaang matagal nang nasa loob mo. Istsali ang განსხვავებული ადამიანია ამ ადამიანისგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცუდია, კარგია. ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან პიროვნების ასპექტებში, დიახ, ტემპერამენტის, ინტერესების მხრივ. მე აქ ვხედავ ვინმეს უფრო ორიენტირებულს, უფრო სტაბილურს, უფრო იმასთან შესაბამისობაში, რაც შენ გინდა.
მაგრამ ფრთხილად, რადგან შეიძლება იყვნენ სხვა თხის რქები, რომელთაც სურთ ამ ტიპის ურთიერთობა და დოღით მიქრიან, რადგან ის კვერთხების რაინდია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა მისცე გზა ამ მოწვევას. არა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შენ იქნები საკმაოდ აქტიური. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანთან გიზიდავს ის, რაც არის კანი, ხო ასეა? ის შენთვის საკმაოდ საინტერესო ადამიანია კანის დონეზე. მათ აქვთ კარგი ქიმია, კარგი დიალოგი, კარგი მოპყრობა და გარდა ამისა ძალიან კარგად ატარებენ დროს, ბევრს იცინიან. მაგრამ ის ემოციების მაცნე სხვა მხრიდან მოდის. ახლა რატო შეიძლება გრძნობდე თავს ჩაკეტილად იმ სიტუაციის გამო, რომელიც გრძნობ, რომ შეიძლება შეგიზღუდოს და თავს გრძნობ კუთხეში მიმწყდეულად, ხომ ასეა? ან ხელებშეკრულად, პარალიზებულად, რისი შეიძლება გეშინოდეს, რა შეიძლება გიქმნიდეს შფოთვას, რა შეიძლება გაგრძნობინებდეს ტყვედ და უიმედოდ. მე მგონია, რომ ამ ყველაფრისგან შენ თავისუფლდები, შენ გარბიხარ, რომ შენ იბრუნებ თავისუფლებას. და ეს რას მოიტანს? რომ შენ გამოდიხარ შეზღუდვიდან. ვფიქრობ, ის რისი თქმას ჩვენთვის სურს, ასევე არის ის, რომ თქვენგან ბევრი დღემდე თავს გრძნობ და ხელებშეკრულად და ეკონომიკური, ან პიროვნული და ემოციური ხასიათის შეზღუდვებით. და ცხოვრება დღეს გეუბნებათ, რომ არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი და არავინ ვინც შეგიშლით ხელს წინსვლაში იმასთან დაკავშირებით, რაზეც მე გესაუბრებით, ხო ასეა? Dapat ninyong tandaan ang sitwasyong ito na nagpapadama sa atin na tayo ay paralisado at bigo ay isa lamang ilusyon. Isang impresyon na sa maraming pagkakataon ay napaka-personal lamang. Kaya naman huwag ninyong hayaang pigilan kayo nito dahil sa totoo lang, ang lahat ng paghihirap na inyong nararanasan ay pansamantala lamang at kayang-kaya ninyong lampasan. Dahil nagkataon ding sinasabi nito na kaya mong ipagtanggol ang iyong mga karapatan, iyong mga paniniwala at manindigan habang pinapaunawa sa kanila ang presensya mo. Huwag mong hayaang malimitahan ang iyong sarili ng mga restriksyon na ito. Maniwala ka sa iyong kakayahan at magpatuloy ng may buong tiwala at katatagan. კარგი, აქ არის კიდევ ერთი საკმაოდ კარგი კარტი, რადგან ის გველაპარაკება იმაზე, რაც შეიძლება იყოს შვების სიტუაცია, არა? რადგან იქმნება ის, რაც შეიძლება იყოს ბრძოლის დასასრული, არა? შენ უკვე საკმაოდ დაღლილი იყავი ამ ტიპის სიტუაციასთან გამკლავებით. ენერგია საკმაოდ დაქვეითებული გქონდა და ეს კარტი მეუბნება, რომ შენ აპირებ მიაღწიო იმ წარმატებას. მე ეს უკვე გითხარი კითხვის პირველ ნაწილში. რა ხდება? შენ გთხოვენ ცოტა მეტ გამძლეობას იმის წინაშე, რასაც დღეს შეიძლება გრძნობდე როგორც უბედურებას. გამბედაობა, დაჟინებულობა და შეუპოვრობა გადამწყვეტია. მეუბნება, რომ შეფერხება და წარუმატებლობა წარსულს ბარდება. შენ დაიწყე შენი ძალების შეკრება, ცხადია იმისთვის, რომ იბრძოლო იმისთვის, რაც შენ გინდა. ამიტომაც გეუბნებოდი აქ ამას, არა? რომ შენ შეინარჩუნო შენი პოზიცია და გქონდეს ნდობა. ასევე ბევრს გვესაუბრება შენს აღდგენაზე, არა? შენს მდგრადობაზე, შენს უნარზე გაიაზრო, რომ შენ არ შეგიძლია დარჩე არაფრის ბოლო პოზიციაზე, რომ შენ მეტისთვის ხარ განკუთვნილი, რომ შენ წინსვლისთვის ხარ, რომ არაპირებ მუდმივად დათმობაზე წახვიდე, არა? მოდით ვნახოთ, რას გვეუბნებიან მეგზურები, რა გზავნილი აქვთ მათ თხის რქისთვის. ფოდა, მეუბნებიან, ზედმეტად სწრაფად მიიწევ წინ, შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და დაიმახსოვრე. ნელ-ნელა, ყველაფერი თავის დროზე იქნება, არსად გეჩქარება, უბრალოდ დაწყნარდი და დაელოდე მომენტს. დაიმახსოვრე, ნელ-ნელა, არ არის საჭირო აჩქარება, დაუთმე საკუთარ თავს დრო, იმოძრავე მშვიდად და თავდაჯერებულად. და საჭიროა მოდუნება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაიგო, შენი დრო არ არის ვაჭრობის საგანი, ეს არ არის სხვების დრო. აუცილებელია პროცესებით ტკბობა მათი ყველა დეტალით. ჯეროდეს რომ ყველაფერი ხდება ამ სრულყოფილ მომენტში და ეს არის შენთვის შესაბამისი. ჯეროდეს დროის ძალის. აუცილებელია დაუბრუნდეთ აქ და ახლა. ძალიან მომეწონა შენი კითხვა თხის რქავ. მოდი გჯეროდეს და განვაცხადოთ, რომ ეს მოხდეს.